შრომის უსაფრთხოების ნორმები განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ამოქმედა 2019 წლის 1 სექტემბრიდან და დაიწყო ასე ვთქვათ მოქმედება ყველა სექტორის მიმართულებით. მინდა გამოვყო ერთ-ერთი ობიექტი ჩემს მიერ შესრულებული ინსპექტირებების მიმართულებით, რომელიც ეხება კონკრეტულად საკონდიტრო საწარმოს, როდესაც მივედით აღნიშნულ ობიექტზე, დასაქმებული იყო დაახლოებით 30 ადამიანი. დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული კანონის შესაბამისობას ობიექტებთან დაკავშირებით არ იცნობდნენ, შესაბამისად არ იცოდნენ რა უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები უნდა ქონოდათ შესრულებული ობიექტზე. ინსპექტირების პერიოდში განისაზღვრა და განემარტა დასაქმებულებს და დამსაქმებელს, რომ თუ რა ვალდებულებების შესრულება ევალდებულებოდათ. მინდა აღვნიშნო, რომ როცა მივედით ობიექტზე, პირველად დათვალიერებისას აღინიშნა, რომ ობიექტზე არ ხდებოდა რისკის შეფასების დოკუმენტის წარმოება, დასაქმებულებს არ უტარდებოდათ აღნიშნული ინსტრუქტაჟების შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე არ იყო გამოყოფილი უსაფრთხოების მანიშნებლები ობიექტზე. ინსპექტირების პროცესში მოხდა კიდევ უფრო დეტალურად გასაუბრება დამსაქმებელთან და დასაქმებულთან. დამსაქმებელმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მზად იყო ყველა ის მითითება და კონკრეტული პუნქტი შეესრულებინა, რაც იქნებოდა გაწერილი მითითების სახით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნო, რომ აღნიშნულ ობიექტზე გონივრული ვადის გასვლის შემდგომ, როდესაც მოხდა გადამოწმება, ჩვენს მიერ დაფიქსირდა, რომ დასაქმებულები სრულიად იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ასევე დანადგარები აღჭურვილი იყო კოლექტიური დაცვის საშუალებებით, შეფასებული იყო და გაზომვილი იყო მიკროკლიმატის პარამეტრები და არსებული სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებული იყო თავდაპირველ სიტუაციასთან მიმართებაში. დასაქმებულებმა აღნიშნეს ჩვენთან საუბარში, რომ პირადად ძალიან მადლიერები იყვნენ ჩვენი სამსახურის მიერ განხორციელებული ვიზიტით, მათ უფრო და უფრო მეტად გაუმჯობეს სამუშაო პირობები. მადლიერი დასაქმებული ობიექტზე ეს არის უდიდესი მოტივატორი, რომელიც აძლევს ყველა ინსპექტორს უდიდეს მოტივაციას.